გამარჯობათ, მე გახლავართ ირაკლი ხამანდაძე, მერიოტის შეფი. დღეს მოგიმზადებთ ჩემიდან შექმნილ კერძს, რომელიც შავი ზღვის ორაგულია. გავაკეთებ შავი ზღვის ორაგულს, ტარხუნის და კაიმაგის соусით და ჭკიდის კროკეტს, რომელიც ამ დღისთვის შევქმენი მე ტრადიციული, ძველი, ჩვენი კერძები, რომელიც გვინდა რომ დღევანდელ ცხოვრებაში გავათანამედროვოთ და იყოს სარესტორნო კუთხით უფრო კარგი და იყოს მაღალ ხარისხზე და საიდანაც მოვდივართ, არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. დავიწყოთ მომზადება, ავიღოთ შავი ზღვის ორაგული. კაიმაგს ვადლებთ კონსისტენციისთვის დაახლოებით 20 გრამი. ორაგულსაც ვადლებთ რო შეკრას ჩვენი ნიგოზი, ბაჟი, ასე რომ ვთქვათ, მუსი და გახდეს მუსი. არომატისთვის დაგვჭირდება ქინძი და ოხრახუში. ძალიანაც არ უნდა გავამწვანოთ ჩვენი მუსი. ეხლა ვიწყებ დაბლენდერებას ამ მასის. გულეთის გადასახვევად დაგვჭირდება კეჟერა ფხალი. ესეც აჭარისაა და გამოვიყენე მაგით. გადმოგვაქვს კეჟერა ფხალის გაგრილებული, გავამშალოთ უნდა რომ გადახვევაში არ გაგვიჭირდეს. ვიღებთ ორაგულს, გათავსებთ კიდის ბოლოში, რომ მარტივად იყოს გადასახვევი. ეხლა ვიწყებთ გადახვევას, რომ ეს გავამყაროთ და შემდეგ უკვე გადავიტანოთ ღუმელში ხარშვაზე 80 გრადუსზე დაახლოებით 10-12 წუთი ჭირდება. ეხლა ვიწყებთ ტარხუნის და კაიმაღის соуს. უნდა ამოვიყვანოთ ესეც. დაგვჭირდება ნიორი უხდება თევზს, დაგვჭირდება ლიმნის წვენი, ლაიმის ცედრა, რა თქმა უნდა ტარხუნა. დამჭირდება გასათხიელებლად ნაღები და ამსაყვანად ზეთი. რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებისთვის დამჭირდება. ჩვენი კერძი, რომელიც ჩანაფიქრი გქონდა, მზადაა და ისე გამოვიდა და ისე არის, როგორც ვფიქრობდი და მინდოდა რომ გამოსულიყო.